თავი 34. ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე, მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე, ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი ცოღარამდე. უთხრა უფალმა, ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დაუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენ შთამომავლობას მივცე მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალიგ. მოკვდა მოსე უფლის მორჩილი მოაბის ქვეყანაში უფლის სიტყვისამებრ. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღურის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე. 120 წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ქონია დანაოჭებული. იტირეს მოსე მოაბის ველზე 30 დღეს და მიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. იესონავესდე ახსილიყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები როგორც უბრძანა მოსემ. აღარ გამოჩენილა ისრაელში წინასწარმეტყველი მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი. ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში, ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის. იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.